თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართა. კახა კალაძე მისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მინდა რამდენიმე თემას შევეხო, ინფორმაცია მივაწოდო დედაქალაქის მოსახლეობას. პირველი მოგეხსენებათ, გასული წლის ოქტომბერში ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბანში გაიხსნა ახალი საქალაქთაშორისო პარკი. მართლა ძალიან მაგარი პროექტი გამოვიდა. საუბარი არის 25 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაჭაობებული. იყო უმძიმესი მდგომარეობა და ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის აღნიშნული ტერიტორია და იქ არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ გავაკეთებდით ძალიან კარგ პარკს და გასულ წელს ოქტომბერში აღნიშნული პარკის სამუშაოები დამთავრდა, გაიხსნა, თუმცა დღესაც გრძელდება გამწვანებითი სამუშაოები იმისთვის, რომ იყოს ყველანაირად მოწესრიგებული, იყოს ძალიან მწვანე და ძალიან მიხარია მე თვითონ, რომ ქალაქში გვაქვს 25 ჰექტარზე ასეთი ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე. რა თქმა უნდა, პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე გათვალისწინებული იყო ასევე კაფეს განთავსებაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს აღნიშნულ პარკს ყოველდღიურად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე კაფეს არსებობა. შესაბამისად, თბილისის მერია დღეიდან აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ფართის იჯარით გაცემაზე, სადაც უნდა მოეწყოს კაფე. ყველა დაინტერესებულ ადამიანს ბიზნესს მინდა მივმართო, რომ ჩაერთოთ აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები და რა თქმა უნდა ჩვენთვის, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ იყოს მოწესრიგებული სივრცე, კაფე, სადაც მომსვლელ სტუმრებს ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ აღნიშნული კაფით, რომელიც პროექტის სახით იქნება განხორციელებული. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება ინტერესი იმის გათვალისწინებით, რომ მართლაც უდიდესი პარკია, უამრავი ადამიანი სტუმრობს აღნიშნულ პარკს ყოველდღიურად და ასეთი სივრცის მოწყობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შემდეგი თემა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით, გვაქვს სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები, რითაც უამრავ ოჯახს, უამრავ ადამიანს ვეხმარებით. შესაბამისად, გვაქვს ასეთი პროგრამა, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას ვიწყებთ. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტები. თბილისის მერიისგან მიღებული სწავლის დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას. განცხადებების მიღება დაიწყება 5 მარტიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ფინანსური მხარდაჭერა 5000-მდე სტუდენტმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, აღნიშნული მხარდაჭერა და დახმარება სტუდენტებზე და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჭირდება ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალთაობებს, რომ ხელი შეუწყოთ ამ მიმართულებით, ასე რომ შეგიძლიათ უკვე წარმოადგინოთ განაცხადები და ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ოჯახს გვერდით დაუდგებით, ვისაც ამის აუცილებლობა და საჭიროება აქვს. მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან კარგ პროექტთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვინდა ყველა რაიონში იყოს მულტიფუნქციური ცენტრები, ღია სტადიონები, დახურული სტადიონები,
ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა ჩვენ რამდენიმე თვის წინ მაგალითად დიდ დიღომში გავხსენით მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, სადაც არის ორი საცურაო აუზი, არის ჭიდაობის დარბაზები, არის ტანვარჯიშის დარბაზები, საკალათბურთო დარბაზები, არის სატრენაჟერო დამოუკიდებელი ძალიან დიდი სივრცე, ანუ ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანი მივიდეს და რა მიმართულებითაც აქვს სურვილი ივარჯიშოს და გამოიყენოს აღნიშნული ინფრასტრუქტურა. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას და კიდევ ერთი მსგავსი პროექტი განხორციელდა ისნის რაიონში, კონკრეტულად ვაზისუბნის დასახლებაში. ეს არის მეხუთე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ღია ტიპის ფეხბურთის მოედანი და სკეით პარკი მოეწყო. რა თქმა უნდა თავისი ღამის განათებებით და ყველა საერთაშორისო ის მონაცემები რაც არის დაცულია სკეით პარკის პროექტების განხორციელების დროს. ამ სამუშაოებში ჩართული ყავდა მსხვილი ექსპერტები და ყველა სკეით პარკის პროექტი, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ეს საერთაშორისო სტანდარტები. სამუშაოები დაახლოებით 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა და 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის. ზოგადად სკეით პარკები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ ტიპის სამუშაოების წარმოებას სხვადასხვა უბნებში და სხვადასხვა რაიონებში. მინდა ასევე მოგაწოდოთ ინფორმაცია ერთ ძალიან კარგ პროგრამაზე, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. განცხადებების მიღება დაიწყო კონკურსზე შემოქმედებითი თბილისი. როგორც გითხარით, კონკურსი საკმაოდ პოპულარულია შემოქმედებით წრეებში და მისი მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა არის. სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა, რეალიზება, ხელშეწყობა, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული ამ პროგრამით და ჩვენი მხრიდან ხდება ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში ბოლო წლების განმავლობაში 250-მდე პროექტი დაფინანსდა და ბევრი საინტერესო პროდუქტი შეიქმნა, მათ შორის კომპიუტერული თამაშები ქართული ზღაპრების საფუძველზე, პროექტები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, გამოიცა მრავალი სამეცნიერო პოპულარული წიგნი და ასე შემდეგ. გაზაფხულის სეზონზე 21 მარტის ჩათვლით პროექტები მიიღება 4 მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება და მედია ხელოვნება. ჩემი თხოვნა იქნება მთავრობის ხდომის შემდეგ გავაკეთოთ უფრო მეტი განმარტებები აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია თუ სად უნდა შემოიტანონ თუნდაც განცხადებები და რა მიმართულებებს დავეხმარებთ. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს აღნიშნული პროგრამა და რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ მის დაფინანსებას. და ბოლოს მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ ისნის რაიონის ახალი გამგებელი დავით ხაბეიშვილი, რომელიც მერიის უწყებაში წლებია მუშაობს. ის გახლდათ გამგებლის მოადგილე წლების განმავლობაში. დავითი პროფესიით საერთაშორისო ერთობების მაგისტრია, იგი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მენეჯერული თვისებებით და დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული გამგებლის თანამდებობაზე. ეს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაა და ის გამოწვევები, პრობლემები, რომელიც არსებობს, ჩვენ ერთად მოვახერხებთ მათ დაძლევას. დავით მინდა წარმატებები უსურვო და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის და კარგ საქმეს გავაკეთებთ ისნის რაიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. ახლა შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე და გადაწყვეტილებების მიღებაზე.